ისრაელის პოლიციამ მე ახლო აღმოსავლეთის ყველაზე საშიშკაცად გამომაცხადა. მოუტრიალდი. და იქ ერთი კაცი იდგა მოვიდა ჩემთან და მითხრა, შენ ალალახის მტერი ხარ. მან პისტოლეტი ამოიღო და 4 თვია პირდაპირ ჩემი სხეულის ცენტრში დამახალა. რაბი იეჰუდა გლიკი ამერიკაში დაბადებული ისრაელი რაბინია, ყოფილი ლიკუდის ქნესეთის წევრი და ტაძრის ღვთის აქტივისტი. ამჟამად ის შალომ იერუსალიმის ფონდს ხელმძღვანელობს. კეთილი იყოს შენი მობრძანება JNS TV სტუდიაში, იეჰუდა. შალომ სტივ, და ახლა ხან გავიგე რომ შენი სახელიც შალომია. მაშ, შალომ. დიდი მადლობა. სამწუხაროდ, შენი მეუღლე ჰადასი, რომელიც უნდა შემოგვერთებოდა, დღეს ვერ შეძლო მოსვლა. მაგრამ მას სხვა დროს ინტერვიუს ჩამოვართმევთ. მაგრამ მოგვიყევი ცოტა შენს შესახებ და შენს ფონდზე. კარგი, მე ვარ, როგორც ვთქვი, იეჰუდა გლიკი, ალია გავაკეთე 1974 წელს, ამ კვირაში ისრაელში ყოფნის 52 წელს ვზეიმობ. და ბავშვობაში ჩამოვედი, მშობლებთან ერთად ჩამოვედი, მამაჩემმა დაარსა ბერეშევას სამედიცინო სკოლა. და დღეს იერუსალიმში ვცხოვრობ ჩემს მეუღლესთან, ჰადასთან ერთად. და ჩვენი შვილები უკვე ზრდასრულები არიან. ჰადასი ჩემი მეუღლეა. ჩვენ დავქორწინდით მხოლოდ 7 წლის, 4 თვისა და 29 დღის წინ. მაგრამ ვინ ითვლის? ორივე ქვრივი და ქვივკაცი ვართ. და თუ ჰადას ესაუბრებით, გაიგებთ ამ იცხაკის შესახებ ისრაელის ორგანიზაციაზე ახალგაზრდა ქვრივებისა და ობლებისთვის. მაგრამ მე ბოლო 2000 წლების განმავლობაში ნამდვილად გავხდით ცნობილი ჩემი აქტიურობით ტაძრის მთაზე, რომელსაც სინამდვილეში ტაძრის მთას არ უწოდებ. მე მას ციონს ვეძახ. სიონი, რადგან ეს არის სახელი, რომლითაც მას ბიბლიაში მოიხსენიებენ. ბიბლიაში არის იერუსალიმი, რომელიც ებრაულ ბიბლიაში 679 ჯერ არის ნახსენები. მაგრამ ციონი, მისი სიწმინდის მთა, 154 ჯერ არის ნახსენები. მას ეწოდება მისი მთა, მისი სიწმინდის მთა, ჰაშემის მთა, ჰაშემის სახლის მთა. და ეს არის ჩვენი მისია, როგორც ებრაელი ხალხის, მთა. ეხლა თქვენ ძალიან იყავით დაკავშირებული Har HaBayit-თან, როგორც ჩვენ ვუწოდებთ ებრაულად, რაც კიდევ ერთი ალტერნატივაა. დიახ, მაგრამ სინამდვილეში Har HaBayit ბიბლიაში, თანახში, ჩნდება მიქას წიგნში. როდესაც აღწერს Har HaBayit-ს, სახლის მთას, ჰაშემის გარეშე, რაც ნიშნავს, რომ საუბარია განადგურების პერიოდზე, სინამდვილეში ეხლა იმ პერიოდში ვართ, როდესაც ტაძრის განადგურებას ვიხსენებთ და ვგლოვობთ. და Har HaBayit-ი იქ მოხსენიებულია როგორც ადგილი, რომელიც ადრე იყო ჰაშემის სახლის მთა, ეხლა კი სახლის მთა, რაც ნიშნავს, რომ ჰაშემა თავისი ღვთაებრივი ყოფნა იქიდან წაიღო. ამიტომ ჩვენ ვამჯობინებთ მას სიონს უწოდოთ. და თქვენ ძალიან აქტიურად ავრცელებთ ამას სოციალურ მედიაში, ეხლაც კი თქვენ იქ ხშირად მიდიხართ. რა არის თქვენი ხედვა სიონისთვის, იეჰუდა გლიკ? კარგი, მოდი დავიწყოთ იმით, რომ სიტყვა სიონი მოდის ებრაული სიტყვიდან. ციონი, ეს არსებითი სახელია, მაგრამ ზმნა ლიცაიენ, რაც ნიშნავს მითითებას. ჰაშემმა აირჩია სიონი, როგორც წერია ფსალმუნი 122-ში, მან სიონი აირჩია თავის ტახტად. და სინამდვილეში ისრაელის ხალხი აირჩია მაშინ, როცა ღმერთმა აირჩია ავრაამი და უთხრა მას, მე მოგცემ ამ მიწას, მე დიდს გავხდი შენ სახელს, მე ვაკუთხებ მათ, ვინც შენ გაკუთხებს. და ყველას ახსოვს ციტატა დაბადების წიგნიდან, თავი 12. მაგრამ ის ამბობს, რომ ამის მიზანია, რომ შენ უნდა იყო კუთხევის წყარო დედამიწის ყველა ოჯახისათვის. და სად მოხდება ეს? ეს თითქოს ბაბილონის კოშკის საპირისპიროა, რომელიც უნდა ყოფილიყო სახლი, სადაც მათ შეეძლოთ საკუთარი სახელის განდიდება. მთა, კოშკი ან სახლი, ტაძარი, სიონზე, ტაძრის მთაზე უნდა იყოს ადგილი, სადაც ჩვენ ვადიდებთ მის სახელს. და ამიტომაც ჰაშემა ის აირჩია. და ეს საკმაოდ საინტერესოა. ებრაელი ხალხის დაბრუნება მე-19 საუკუნეში მას სიონისტურ მოძრაობას უწოდებდნენ, რომელიც ებრაელი ხალხის ერთგვარი ეროვნული მოძრაობა იყო. ისრაელში სახში დაბრუნება სინამდვილეში ასე უნდა იყოს. ესაიას, ზაქარიას, მიქას, წინასწარმეტყველებების მიხედვით უნდა მოხდეს მსოფლიოს დაბრუნება ერთ ღმერთთან იმ ადგილზე, რომელიც მან აირჩია. ლოცვის სახლი ყველა ერისთვის, ადგილი, სადაც ყველა ადამიანი მიემართება და იტყვის. გვინდა მოვისმინოთ ჰაშემის სიტყვა, რადგან სიონიდან გამოვა იგი. თორა და ჰაშემის სიტყვა იერუსალიმიდან.
და თქვენ ნამდვილად მიუძღვენით თავი ამ საქმეს და გადაურჩით მკვლობის მცდელობასაც კი თქვენი პრინციპული და ძლიერი პოზიციის გამო. და თქვენ დაბრუნდით და დღეს ჩვენთან ერთად ხართ. გულისხმობ, ეს უბრალოდ სასწაულია. საიდან იღებთ ამ ძალას? პირველ რიგში, ნება მომეცით თალა თემით დავიწყო და შემდეგ საკუთარ თავზე გადავიდე. იმიტომ რომ რაც ხდება ისა რომ მრავალი წლის განმავლობაში ვნატრობდით სიონში დაბრუნებას. და შემდეგ მოხდა, შეიძლება ითქვას, ისტორიული შემთხვევითობა. 1967 წელს ჩვენ საფრთხის ქვეშ ვიყავით. ხალხი ფიქრობდა, რომ ისრაელის სახელმწიფო დასრულდებოდა პირველი ებრაული სახელმწიფოს დაარსებიდან 19 წლის შემდეგ, 2000 წლის შემდეგ. ჩვენ გარშემორტყმულები ვიყავით 200 მილიონი მუსლიმით, რომლებიც გადაწყვეტილი ჰქონდათ დედამიწის პირიდან გაგვექროთ. ჩვენ მხოლოდ 2 მილიონი ვიყავით და გადარჩენის შანსი არ გქონდა. და ჩვენი სახელმწიფო მდივანი, აბა ებანი, მთელ მსოფლიოს სთხოვდა, რომ გადარჩენაში დახმარებოდნენ. და მას სხვა გეგმები ჰქონდა. 6 დღეში ჩვენ ყველა საზღვარზე მტრები დავამარცხეთ. და ყოველგვარი მოლოდინისა და მომზადების გარეშე აღმოუჩდით. ციონზე, ტაძრის მთაზე. ტაძრის მთა ჩვენს ხელშია. მაგრამ რადგან არაფერია იმაზე ძლიერი, ვიდრე ადამიანი, რომელიც მიჩვეულია რაღაცის კეთებას, ჩვენ დავიჟინეთ და დავჭით არასწორ ადგილას, დასავლეთის კედელთან. დასავლეთის კედელი, რომელსაც ზოგიერთი ადამიანი მოიხსენიებს როგორც ერთადერთს ან ყველაზე ძველ ნაშთს ტაძრისა. და ეს წინადადება 100%-ით მართალია, 4 გამონაკლისის გარდა. ეს არ არის ნაშთი, ეს არ არის ერთადერთი, არ არის ყველაზე ძველი, ეს ტაძრის ნაწილი არ არის. ეს არის კედლის პატარა ნაწილი, მთის დასავლეთ კედელი, რომელიც მთას აკრავს. და მთას დრესაც აქვს ყველა 4 კედელი შემორჩენილი, ჩრდილოეთი, დასავლეთი, სამხრეთი და აღმოსავლეთი. და დასავლეთ კედლის მოედანი ძალიან პატარა იყო. და იმის ნაცვლად, რომ ყველას წასვლა წაეხალისებინათ იქ, სადაც უნდა ავსულიყავით, სადაც ასე დიდხანს ნატრობდით. მოგვიყვანეს დასავლეთ კედლის მოედანზე. და დასავლეთ კედლის მოედანი იმ დროს სინამდვილეში არაბული უბანი იყო, რომელიც გაწმინდეს და განავითარეს დასავლეთ კედლის მოედანი. და სინამდვილეში თქვეს, ყველანი აქ მივდივართ ტირილის კედელთან. მაგრამ ეს არ იყო ის, რასაც ნატრობდით. ჩვენ სიონს ნატრობდით. ადგილი, რომელიც ჰაშემმა აერჩია თავისი ღვთაებრივი ყოფნის დასასვენებლად. ადგილი, რომელიც დასავლეთის კედლის მოედნის ზომაზე 30 ჯერ დიდია. მთა. მაგრამ ჩვენ დავიჟინეთ დარჩენაზე იქ, სადაც მიჩვეულები ვიყავით. და რაც მოხდა იყო ის, რომ ზემოთ მყოფმა მუსლიმებმა იფიქრეს, რომ ჩვენ 2000 წლიანი ოცნებები დავთმეთ და დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს მხოლოდ მათი საკუთრებაა. მაგრამ მთელი იდეა ებრაელი ხალხის დაბრუნების ამ მიწაზე არის ღმერთის სამეფოს გამოცხადება მთელ მსოფლიოში და მთა ხდება ლოცვის სახლი ყველა ერისთვის. და ეს მოწოდება მრავალი წლის განმავლობაში უგულებელყოფილი იყო. მინდა ისევ თქვენთან დავბრუნდე, რადგან მინდა ვიცოდე, საიდან იღებთ თქვენს. ეხლა მივალ იქ, სადაც კარგი, ეხლა სად დაიწყო ჩემი ისტორია. უკვე 40 წელია ტაძრის მთაზე ავდივარ, მაგრამ თავდაპირველად ასე იყო, რამდენიმე თვეში ერთხელ ავდიოდი იქ. 20 წლის წინ ჩემს ცხოვრებაში დიდი ცვლილება მოხდა. სინამდვილეში ეს 2005 წელს მოხდა. მე ვიყავი სახელმწიფო მოხელე ისრაელის მთავრობაში. ვიყავი აბსორბციის სამინისტროს სამხრეთ ოლქის დირექტორი. და პრემიერ-მინისტრი შარონი თავისი გეგმით გამოვიდა. გაზადან გამოყოფის გეგმა. მე ხელმძღვანელობდი მთელი ისრაელის სამხრეთს იმიგრაციის კუთხით. მივედი მთავრობასთან და ვუთხარი, ვერ გავაგრძელებ მუშაობას ამ მთავრობაში, რომელიც საფრთხეს უქმნის სამხრეთის მოსახლეობას. და გადავდგი თავი. და მე ვიყავი ყველაზე მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე, რომელმაც მთავრობა დატოვა გამოყოფის გამო. შემდეგ კი შემომთავაზეს ტაძრის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა და ასე გამოვიდა. დავიწყე მუშაობა იერუსალიმის ძველ ქალაქში ყოველდღიურად. ამიტომ ყოველდღე ავდიოდი ტაძრის მთაზე. და რაც ჩემს თვალწინ გაიხსნა, ძალიან სამწუხარო მდგომარეობა იყო. არა მხოლოდ სრულიად სარიელი იყო, არამედ მიტოვებულიც. შესაძლოა, წელიწადში 1000-ზე ნაკლები ებრაელი იყო, მაგრამ ადგილი სავსე იყო მუსლიმებით და ნებისმიერი ებრაელი, ვინც იქ ავიდოდა, თავს ესხმოდნენ. Yalla, walk bar. და ისინი გვაგდებდნენ ქვემოთ, გვაწვებოდნენ და ჩემზე ისროდნენ ყველაფერს, ფეხსაცმელებს, სკამებს, პომიდრებს, რაც გინდათ და გადადავთქვეთ, რომ ეს ასე ვერ გაგრძელდება. ეს ადგილი, რომელსაც ებრაელთა ასობით თაობა ნატრობდა, სრულად უგულებელყოფილი ვერ დარჩება.
და მე დავაარსე იმ დროს 2009 წელს ტაძრის მთის მემკვიდრეობის ფონდი. იყო რაღაც, რასაც ეწოდებოდა დასავლეთის კედლის მემკვიდრეობის ფონდი, მაგრამ დასავლეთის კედლის მემკვიდრეობა არ აქვს. დასავლეთის კედელი რაღაც ახალია. ტაძრის მთას ჰქონდა მემკვიდრეობის ფონდი და შემდეგ მე დავაარსე ტაძრის მთის მემკვიდრეობის ფონდი და დავდიოდი ქალაქიდან ქალაქში, სკოლიდან სკოლაში, სინაგოგიდან სინაგოგაში. ბიჭებო, როგორც თქვი, მოდით მთაზე. ისრაელის პოლიციას ეს ძალიან არ მოეწონა, რადგან ისინი მიჩვეულები იყვნენ იმას, რომ ებრაელები აქ არ მოდიოდნენ. იმ დონემდე, რომ 2010 წელს ისრაელის პოლიციამ მე გამომაცხადა, როგორც ახლო აღმოსავლეთის ყველაზე საშიში ადამიანი. დღესაც შეგიძლიათ მოძებნოთ Google-ში. ახლო აღმოსავლეთის ყველაზე საშიში ადამიანი. მე ერთადერთი ვარ, ვინც ისრაელის პოლიციამ ოფიციალურად ასე გამოაცხადა. რატომ? იმიტომ კი არა, რომ რაიმე უკანონო გავაკეთე, არამედ იმიტომ, რომ ხავს ვარწმუნებდი მთაზე ამოსულიყვნენ. უფრო და უფრო მეტ ჯგუფს მოვიყვანდი და მადლობა ღმერთს, რიცხვები იზრდებოდა და იზრდებოდა. და პოლიციას ეს არ მოსწონდა და ბევრ რადიკალ მუსლიმსაც არ მოსწონდა, რადგან ფიქრობდნენ, რომ აქ იმისთვის ვიყავით, რომ ისინი გაგვეყვანა. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ეს ასე არ არის. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ეს ადგილი იყოს ყველასთვის ღია. ღმერთი ყველას ღმერთია. და მე არ მხოლოდ ებრაელებს ვამხევებდი მთაზე ასვლას, არამედ მუსლიმებს, ქრისტიანებს და ყველა მორწმუნეს, ვინც ერთ ღმერთს ჯერა. მაგრამ ერთი პრობლემა იყო. პრობლემა ის იყო, რომ რადგან ებრაელთა უმეტესობა გოდების კედელთან მიდიოდა, პოლიცია ებრაელებს მთაზე არაფრის გაკეთების უფლებას არ აძლევდა. თუ იქ ყოფილხართ, იცით რამდენჯერ დამაკავეს ტუჩების მოძრაობისთვის ან სხეულის შეძვრისთვის, რადგან გვეუბნებოდნენ, ეს საშიშია, ეს მუსლიმებს გააღიზიანებს და ისინი აპირებენ. და ნელ-ნელა დავინახე, რომ მუსლიმებს არ მოსწონდათ ის ფაქტი, რომ ჩვენ ერთ წერტილს ვუახლოვდებოდით. 2014 წელს, როგორც თქვენ ახსენეთ, მე ორგანიზება გაუწიე დიდ ღონისძიებას ტაძრის მთის პატივსაცემად. იმ დღეს, როდესაც მე-11 საუკუნეში მაიმონიდესმა ტაძრის მთაზე ასვლა მოახერხა, ბაგენის ცენტრში, მეგანის ცენტრში. დიახ, ისრაელი ბრუნდება მთაზე, ასე ერქვა ღონისძიებას. იქ იყვნენ რაბინებიც, ქრისტიანებიც და მუსლიმებიც. ყველგან უბრალოდ სათაური იყო, ისრაელი ბრუნდება ტაძრის მთაზე. ჩვენთან იყვნენ ქნესეთის წევრები. და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საჯაროდ ვდგებოდით და ვამბობდით, მეგობრებო, მოდით მთაზე. ღონისძიების ბოლოს სინამდვილეში ჩემმა მეგობარმა, რომელიც ისრაელის ეროვნული ნიუსრუმიდან არ ურჩევადან არის, ჩამაწერა ინტერვიუ. მან მომიახლოვდა და მითხრა: მოусმინე, ეს ისეთი შესანიშნავი ღონისძიებაა. ვისურვებდი, რომ თელმა მსოფლიო მიცოდეს ამის შესახებ. მართლა ესე იყო. რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა ყველა გავიდა, მეც გამოვედი. და ჩემი ცოლი მანქანაში მელოდებოდა. მე კი ეს ყველაფერი საჭირო ნივთები მეჭირა. ნივთები მანქანის უკანა ნაწილში ჩავდე და შემოვტრიალდი. და იგეთი ბიჭი იდგა თავის მოტოციკლეთთან. და ის ჩემთან მოდის და მეუბნება: შენ ალაქსას მტერი ხარ. მან პისტოლეტი ამოიღო და მიბჯენით, სიტყვით, 4 ტყვია მესროლა სხეულის ცენტრში. 4 ტყვია სხეულის ცენტრში. მე კრიტიკულად დავიჭერი. ჩემი ცოლი ტელეფონზე იყო. მან დაუკვირა ადამიანს ტელეფონზე. ჰადას, გამოიძახე სასტრაფო, იეჰუდა ესროლეს. 2 ადამიანი ჩემთან ერთად იყო, მარია და შირანი, ტერორისტული თავდასხმა. და ამ კაცმა მოტოციკლით გაიქცა. რამდენიმე მეტრი წავბარბაცდი და ძირს დავეცი. მაშინვე საავადმყოფოში წამიყვანეს. სასტრაფო მოვიდა, ამიყვანა და შალი ცედეკის საავადმყოფოში გადამიყვანა. ისრაელის სამედიცინო სისტემამ ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა. 10 ოპერაცია და ბევრი ლოცვა, მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში, ებრაელები და არაებრაელები, ჩემთვის ლოცულობდნენ. და მადლობა ღმერთს, აქ ვარ, ცოცხალ. მაგრამ ვიცოდი, რომ ტერორს ვერ დაუშვებდით. რომ გამარჯვება მოეპოვებინა. და ვერ დაუშვებდით სიტუაციას, სადაც იერუსალიმის შუაგულში გვექნებოდა ღაზას მსგავსი რადიკალური ისლამი. და ამიტომ საავადმყოფოში 1 თვე და ნახევარი და რეაბილიტაციაში 3 თვის შემდეგ დავბრუნდი მთაზე. დავიწყე უფრო და უფრო მეტი ადამიანის მოწვევა მთაზე ასასვლელად და უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოდიოდა მთაზე. როცა 1980-იან წლებში მთაზე ასვლა დავიწყე, წელიწადში 100 ებრაელი ადიოდა მთაზე. და დღეს ჩვენ ყავს 70,000. მაგრამ ეს მხოლოდ რიცხვების ცვლილება არ იყო. თავდაპირველად, როცა იმ მთაზე ავდიოდით, ჩვენ უცნაურ ადამიანებად მიგვიჩნევდნენ. რას აკეთებთ აქ, ბიჭებო? დღეს ეს უკვე ჩვეულებრივია. ებრაელები და არაებრაელები.
არა მხოლოდ ეს, ჩვენ ტუჩების მოძრაობაც კი არ ქონდა ნებადართული. ჩვენ შევიტანეთ ცვლილება. 2016 წელს, როცა მე კნესეთის წევრი ვიყავი, ჩვენ შევცვალეთ ეს და ავგრძალეთ ყველა მუსლიმური ორგანიზაცია, რომლებიც ებრაელებისთვის მთაზე ასვის ხელის შეშლაში იღებდნენ ფულს. მათ ეწოდებოდათ მურაბი, მურაბითანები და მურაბითანები. და ჩვენ შევცვალეთ პოლიციის დამოკიდებულებაც. თუ ადრე როცა მივდიოდით, ისინი ამბობდნენ, რომ მე ყველაზე საშიში ადამიანი ვიყავი. რას აკეთებ აქ? რატომ მოხვედი ისეთ? დღეს როცა მივდივართ, ისინი ამბობენ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ალილუია. მხოლოდ ეს კი არა, ბოლო რამდენიმე წელია ტაძრის თაზე ყოველდღიური ლოცვა, ტაძრის თაზე გალობა, ტაძრის თაზე პირქვე დამხობაცაა. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გვთავენ ნებას ტაძრის თაზე ბიბლიები შევიტანოთ. ჯერ კიდევ არ გვთავენ ნებას ტალიტი ან სხვა ებრაული რიტუალური ნივთები ვატაროთ. მაგრამ დიდი ცვლილება მოხდა. ხალხი მოდის. ეს ის ადგილია, სადაც უნდა მოვიდნენ. ეხლა კი კიდევ უფრო მეტი ადამიანი გჭირდება, რომ მოვიდეს, მაგრამ არა მხოლოდ ებრაელები. ქრისტიანულმა სამყარომაც უნდა გაიგოს ეს. ვერ შეძლეთ ისრაელში ჩამოხვიდეთ, ყველა ადგილი მოინახულოთ, ბიბლიის კვალს გახვეთ და გამოტოვოთ ყველაზე წმინდა ადგილი მსოფლიოში. გამოტოვოთ სიონის მთა. ეს არის მოწოდება. ამიტომ გზაზე მე გადავწყვიტე ეს. გავიარე ოფიციალური გიდის კურსი. ეხლა ლიცენზირებული გიდი ვარ. მე ჯგუფებს მთაზე ავიყვან. ვისაც მთაზე ასვა უნდა, ჩვენ მათ მთაზე ავიყვანთ. ბოლოს ქრისტიან პასტორები ავიყვანეთ, რაბინები ავიყვანეთ და ჯგუფებს მთაზე ვატარებთ. უნდა ვაჩვენოთ, რომ მთაზე ჩვეულებრივი სურათის ნაწილი ვართ. და ერთად ეს დაუჯერებელია. თავიდან გვაფრთხილებდნენ, მოусმინეთ. მთაზე ამავალი ებრაელები ახო აღმოსავლეთის მშვიდობას საფრთხეს უქმნიან. რაც უფრო მეტი ებრაელი ადის მთაზე, ადგილი უფრო მშვიდი ხდება. ადგილი ხდება ისეთი, რომ ისინი ეჩვევიან სხვა ადამიანებს, როგორც ბუნებრივი ხედის ნაწილს. და ჩვენი მიზანი, თუ დღეს ვკითხავთ, თუ ეროვნული სიონისტური მოძრაობის მიზანი იყო ებრაელების ისრაელში ჩამოყვანა, გლობალურ სიონისტურ მოძრაობას დღეს ის ორგანიზაცია უდგას სათავეში, რომელსაც მე უძღვები, შალომ იერუსალიმის ფონდი. შალომ იერუსალიმის ფონდის მიზანია მთაზე უფრო და უფრო მეტი ადამიანის მოყვანა. ამიტომ მთა უნდა იყოს ლოცვის სახლი ყველა ერისთვის. და როცა ვამბობ მთა ლოცვის სახლი ყველა ერისთვის, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ერი ებრაელად უნდა მოექცეს. ეს ნიშნავს, რომ ჰაშემა შექმნა ჩვენ მთელი კაცობრიობა განსხვავებულად, მრავალფეროვნად და მას უნდა რომ განსხვავებულები ვიყოთ. და კაცობრიობის სილამაზე იმაშია, რომ ჰაშემა ყველა განსხვავებულად შექმნა, მაგრამ მას უნდა რომ ყველამ ვადიდოთ იგი. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ეს ორკესტრივითა. როცა კონცერტზე მიდიხარ, ეს არ არის ბურთის თამაში, სადაც ამბობ, მინდა ჩემი გუნდი გაიმარჯოს. ჰეი, ჩემი გუნდი, შენ არ გინდა რომ მხოლოდ საყვირი გაიმარჯოს. როცა კონცერტზე მიდიხარ, სილამაზე ჰარმონიაშია. ჰარმონიაში, სადაც ვიოლინო არასდროს იქნება ჩელო და დოლი არასდროს იქნება პიანინო. მთელი სილამაზე იმაშია, რომ განსხვავებულია, მრავალფეროვანია ლოცვა ჰაშემისადმი. თავარია ყველანი ვაღიარებთ მას სამყაროს მეფედ. რადგან ეს, როგორც ესაი ამბობს, გამოიწვევს ესეთ მდგომარეობას, რომ ყველა ერი აღარ ასწევს מחვილს სხვა ერზე და ჩვენს מחვილებს ვაქცევთ გუთნებად. როგორ ხდება ეს? რადგან ომები მაშინ ხდება, როცა მივდივართ ისეთ მდგომარეობამდე, სადაც ერები ერთმანეთს ემუქრებიან, ეშინიათ და ერთმანეთს ეჯიბრებიან. მაგრამ თუ ყველანი ერთ ღმერთს ვემსახურებით და აქ ვართ მისი სახელის გასადიდებლად, აღარ არსებობს მიზეზი, რომ ომები იყოს მსოფლიოში. ყველანი ერთად ვართ, ყველანი ერთი დიდი პაზლის ნაწილი ვართ. და ეს არის საიდუმლო. ამიტომ ეს თქვენი მისია, არა ჩვენი მისია. თქვენი მისია, ყველა ვინც ახლა გვიყურებს, ჩამოდით ისრაელში, ჩამოდით იერუსალიმში, ამოდით მთაზე, მოიყვანეთ თქვენი ჯგუფები მთაზე, მოიყვანეთ თქვენი ეკლესია მთაზე, მოიყვანეთ თქვენი სინაგოგა მთაზე, მოიყვანეთ თქვენი სკოლები მთაზე. დღეს შეგვიძლია იქ ვილოცოთ. დღეს შეგვიძლია იქ მუხმოდრეკით ვილოცოთ. შეგვიძლია მოვიდეთ და გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული ჰაშემის მიმართ. და შეგვიძლია ვიყოთ ამ ისტორიული ეპოქის ნაწილი, როცა მთა ყველა ერისთვის ლოცვის სახლად იქცევა და ნამდვილ შალომს მოუტანთ მსოფლიოს. და ერთი ბოლო კითხვა თუნებას დამთავრდეთ. ჩვენ ებრაელი ხალხი გამოვიარეთ როგორც გამარჯვებები, ასევე ტრაგედიები. და თქვენს პირადად ასე გქონიათ. 7 ოქტომბრის შემდეგ უკვე 1000 დღეზე მეტია გასული. ჯერ კიდევ ოპტიმისტურად უყურებთ მომავალს. როგორ ხედავთ ებრაელი ხალხისა და ისრაელის მომავალს? და ყოველთვის ვამბობ, რომ სათვალეებს ოპტომეტრისტთან ვკიდულობ და არა პესიმისტთან. დარწმუნებული ვარ. და ჩვენი ისტორია ამას ამტკიცებს.
თქვენ ახსენეთ 7 ოქტომბერი ომი, რომელსაც მე ვეძახი განშორების ომს, სიმხათ თორას ომს, ომს, სადაც სიხარულის დღე გადაიქცა რისხვის, ჰაშემის რისხვის დღედ. მაგრამ ჩვენმა მტრებმა მას პლატი უწოდეს. ეს არის წყალდიდობა. მათ სისხლის წყალდიდობა სურდათ. ისინი ისრაელის სახელმწიფოს განადგურებას ცდილობდნენ. მადლობა ღმერთს, თითქმის 3 წლის შემდეგ ჩვენ სასწაულებრივად ვხედავთ იმ გამარჯვებებს, რომლებიც გვქონდა, იმ სასწაულებს, რომლებიც საკუთარი თვალით ვიხილეთ. ხედავთ, რომ შეგვიძლია ეს ვაქციოთ ლოცვის ნაკადად, იმედის ნაკადად, სიყვარულის ნაკადად, სინათლის ნაკადად, მთელ მსოფლიოში. და დარწმუნებული ვარ, როგორც ჩვენი არმიის შტაბის უფროსმა თქვა, 6 დღიან ომში ტაძრის მთა ჩვენს ხელშია. ეს ჩვენს ხელშია. ჩვენ გადავწყვეთ. იქნება თუ არა ტაძრის მთა ომის, სიძულვილის, დაპირისპირების, წაქეზებისა და შევიწროების წყარო. თუ იქნება ეს სიხარულის, თანამშრომლობის, ერთობის, ლოცვის, სიწმინდის, შალომის, ღვთის სახელის, შალომის ადგილი. იცით, ინგლისურად ვამბობთ peace, ებრაულად ვამბობთ შალომს. შალომი სრულყოფილია, ეს არ არის პატარა ნაწილი. ეს ჰარმონია. სხვათა შორის, ებრაულად ჰარმონიას რას ვამბობ? ჰარმონია, ღმერთის სასახლე. ღმერთის სასახლე ჰარმონია. და მე დარწმუნებული ვარ, ზუსტად ისე, როგორც წინასწარმეტყველთა ყოველი დაპირება შესრულდა. ესეც შესრულდება. შემიძლია ყველაფერი ვიცინასწარმეტყველო გარდა მომავლისა. ყოველთვის ვამბობ, რომ არაკომერციულ ორგანიზაციას ვმართავ. მე წინასწარმეტყველი არ ვარ, მაგრამ წინასწარმეტყველებებს ვციტირებ. და შემიძლია ზაქარიას სიტყვები მოვიყვანო, რომელიც ამბობს, რომ ხსნის ნაწილი არის ბავშვები, რომლებიც ქუჩებში თამაშობენ. და ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელყოთ ის, რასაც დღეს ვხედავთ. დღეს ვინც იერუსალიმში მოვა, დაინახავს, რომ იერუსალიმი დღეს შენდება ისე, როგორც არასდროს ისტორიაში. გუშინ სინაგოგაში ერთმა კაცმა მითხრა. მან თქვა, იცი რა, ხანდახან იერუსალიმში საცობში ვზივარ და ვამბობ, უბრალოდ მანქანიდან გადავალ ჩემი მანქანიდან და ამ წიდან ამ წეზე გადავხდები და ასე მივალ სახლში. რადგან იერუსალიმის ცას რომ ახედავ, სამშენებლო ამ წეებითაა სავსე. იერუსალიმი ისე შენდება, როგორც არასდროს, ისე ივსება ხალხით, როგორც არასდროს. და ჩვენი მისია ეს ავავსოთ არსით იმისა, რომ მისი სამეფო გამოვაცხადოთ თელ მსოფლიოში. ეს ჩვენს ხელშია. და როდესაც დღეს ხედავთ ებრაელებსა და ქრისტიანებს შორის თანამშრომლობას თელ მსოფლიოში და ასევე ვიხილავთ ებრაელებსა და მუსლიმებს შორის თანამშრომლობას თელ მსოფლიოში. ყველა მორწმუნე ერთმერჩი, თუ მათ ყველას ვხედავთ, თუ ერთად შეგვიძლია თანამშრომლობა, ამ მისიაზე შეგვიძლია თანამშრომლობა. მისია, მისი სამეფოს გამოსხადებისა იმ ადგილზე, რომელიც მან თავისი ტახტისთვის აირჩია, მის წმინდა მთაზე, სიონზე. Rabbi Yehuda Glick, დიდი მადლობა რომ შემოგვიერთით. დიდი მადლობა, სტევ. და მინდა ვუსურვო ის, რასაც ამ დღეებში ვუსურვებთ ჩვენს ყველა მეგობარს მთელ მსოფლიოში, რომ ეს მეგობრობა კიდევ უფრო გაძლიერდეს. და ეს დღეები, როცა ჩვენ ვიხსენებთ და ვგლოვობთ ტაძრის განადგურებას, უნდა იქცეს სიხარულის, აღდგენისა და თანამშრომლობის დღეებად მისი წმინდა სახელისთვის. Amen. Madloba, shalom, madloba.